თითქოს ზღვარზე არის გაბრაზების. სადაც გინდათო რუსებს ეუნება იქ შევხვდეთო. აი ბიზნესავით იყო რომ ქველმოქმედი ხო არის კიდე ერთმანეთს. როცა ვინმე აღარ სჭირდება, მე ჩვეულებრივად იშორებს. გამარჯობა, დღეს ჩვენი მიმახილვის მე-11 ეპიზოდს უყურებთ. ეს კვირა იმდენად დაწვრთული იყო, რომ ვერ შევთანხმდით რაზე გველაპარაკეთ, თუმცა მაინც გამოვყევით რაღაც მნიშვნელოვანი თემები. ბევრი რამე მოხდა წინა კვირაში, უკრაინის სპეცოპერაცია, სტამბოლის შეხვედრები და ასე შემდეგ. კოალიციური მთავრობა დაიშალა ნიდერლანდებში და ამასაც შევეხებით. ტიანანმენის 36 წლისთავსაც შევეხებით და საერთაშორისო რეაქციებს და ამერიკის გამოხმაურებას. აშშ-ის მიერ ფოლადის და ალუმინის ტარიფების გაორმაგებას, ასევე მერცით ჩასული იყო ამერიკაში და იქ ბევრი საინტერესო დიალოგი შედგა ოვალურ კაბინეტში როგორც ყოველთვის. პალესტინაშიც ჰუმანიტარული კრიზისი გრძელდება კვლავ და წითელი ჯვრის ხელმძღვანელმა საკმაოდ კრიტიკული ინტერვიუ მისცა BBC-ს ამასთან დაკავშირებით. იმდენი საკითხი იყო. ხო, არის კიდე ერთმანეთს და მოკლედ ვეცავდოთ რომ მოკლედ მაინც ყველაფერს მივყვეთ და მიმოვიხილოთ. რითი დავიწყოთ? ირანისა და ამერიკის მოლაპარაკებებით ამერიკა რომელიც შიხში შევიდა შეიძლება ითქვას და ამერიკა თხოვს ირანს რომ უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე, თუმცა ამაზე ირანს თავისი მოსაზრებები აქვს და ცხადია ესე მარტივად არ თანხმდება იმას რომ სრული განიარაღება მოახდინოს მისი ურანის. რამდენიმე თვეა უკვე პრინციპში მიმდინარეობს ეს საკითხი და ამ საკითხს ემსჯელობა 23 მაისს რომში იყო ომანის შუამავლობით ირანსა და ამერიკას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი. 6 დღის შემდეგ 29 მაისს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კარონ ლივიტმა განაცხადა რომ თეთრი სახლის წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა შაბათსო ირანს გაუგზავნა ბირთვული შეთანხმების დეტალური და მისაღები წინადადება. შემდეგ აქსიოსმა დაწერა, მე ყოველ შემთხვევაში ამ გამოცემაზე ვნახე, თუ რას მოიცავდა ის წინადადებები, რომელთა მიღებაც შემდეგ ირანულმა მხარემაც დაადასტურა. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჯერჯერობით ამ წერილობით შეთავაზებაზე მათ პასუხი არ გაუციათ, თუმცა რა თქმა უნდა კომენტარები კეთდებოდა საჯაროდაც და 2 ივნისის შემდეგ ისიც გახდა ცნობილი, რომ შიდა დაპირისპირებაც იყო თვითონ ირანის ოფიციალურ პირებში და ჩამოთვლი ახლა მოკლედ რას ეხება ამერიკელების შეთავაზება. ეს არის მრავალეროვნული ბირთვული კონსორციუმის შექმნა ირანს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და შტატებს შორის, ანუ შტატები იქნება აი ამ რეგიონალური კონსორციუმის ხელმძღვანელი თუ ზედამხედველი და მთავარი იდეა აქ ის არის, რომ ურანის წარმოების თუ გამდიდრების დეცენტრალიზაცია მოხდეს და შეიქმნას ისეთი ტიპის რეგიონალური ჩარჩო, რომელიც აი ამ ყურის ქვეყნებსა და თქვათ ირანს შორის შეამცირებს უნდობლობას. თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს კონსორციუმი ირანის გარეთ უნდა იყოს. ხო, ირანის გარეთ უნდა იყოს. ხო, ირანს არ მიეცესო ნებაო განავითაროს ბირთვული გამდიდრების საშინაო შესაძლებლობები იმ ფარგლებს მიღმა, რაც აუცილებელია სამოქალაქო მიზნებისთვისო. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ირანმა დროებით უნდა შეამციროს გამდიდრების კონცენტრაცია 3%-მდე. ირანის მიწისქვეშა გამდიდრების ობიექტები გარკვეული დროით უნდა დაიხუროსო. შეთანხმების თანახმად შეიქმნება მტკიცე მონიტორინგის და გადამოწმების სისტემა. ირანის მიწისა და გამდიდრების ობიექტებში ბირთვული აქტივობა დროებით შეიზღუდება და ესე იგი წარმოება ამ საწვავის ბირთვული რეაქტორებისთვის იქნება მხოლოდ საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ. ბალისტიკურ რაკეტებზეც არის აქ საუბარი, რომ ბალისტიკური რაკეტების პროგრამა უნდა შეიზღუდოს რეგიონალური უსაფრთხოების გამო და მარიონეტულ ჯგუფებსო აღარ უნდა გადაეცეთ იარაღიო ირანის მხრიდანო. საკმაოდ დახუნძლული შეთავაზება არის
და ამერიკელები თვლიან, რომ ეს არის ყოვლის მომცველი შეთავაზება, რომელიც ირანს უფლებას მისცემს, რომ მშვიდობიანი მიზნებისთვის ბირთვული ენერგია გამოიყენოსო, მაგრამ აბსოლუტურად ყველა რისკს ազღოვენ ამით, როგორც ჩანს. საინტერესო არის თვითონ ირანის პასუხი რა არის ამ ყველაფერზე, ხო და მოდი ჯობია ჩემს ლაპარაკს აგერ ჯერ ვნახოთ სინქრონები. აიათოლა ხო, აიათოლა ხამენეის სინქრონიც მაქვს და მოდი ამით დავიწყოთ, ეს უფრო გვიანდელია. შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც მივაბათ. პირველ რასაც ამერიკელებს და სხვა მხარეს ვეთყვი, ეს არის რატომ ყოფთ ცხვირს ჩვენ საქმეში. რატომ ერევით იმაში, უნდა ამდიდრებდეს თუ არა ირანი ურანს. ამერიკელების პირველი მოთხოვნა ის არის, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ბირთვული ინდუსტრია. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მათზე უნდა ვიყოთ დამოკიდებულები რადიოაქტიურ წამლებთან, მედიცინასთან და ენერგიასთან მიმართებით. ამობენ, რომ უნდა დავშალოთ აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. ამერიკის უხეში და აროგანტი ლიდერები ამ მოთხოვნას იმეორებენ, სხვადასხვა ფორმით. ამერიკელების მიერ შემოთავაზებული წინადადება 100% ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს. 100 ბირთვული ქარხანა რომ გქონდეს, მაგრამ ურანს არ ვამდიდრებდეთ, ეს რაში წაგვადგება? ბირთვულ ქარხანას საწვავი სჭირდება. თუ კი ბირთვულ საწვავს ვერ აწარმოებთ, მაშინ ამერიკელებს უნდა ვთხოვოთ. მათ შეიძლება 10 პირობა წამოგვიყენონ საწვავის მისაღებად. და ნახოთ არახჩის კომენტარიც. پاسخ خودمون رو ჩვენ ამერიკის შემოთავაზებას სათანადო პასუხს გავცემთ. და ეს პასუხი დაეყრდნობა ირანის ისლამური რესპუბლიკის ინტერესებს. სარწმუნოა, რომ არანაირი შეთანხმება არ შედგება, თუ კი ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ურანის გამდიდრებას. ჩვენი ბირთვული პროგრამა სრულიად მშვიდობიანი და ურანის გამდიდრების ოპერაციები მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. ეს ირანელი მეცნიერების მნიშვნელოვანი მიღწევაა და ირანელებმა ხალხმა ბევრი სირთულე გამოიარა ამის მისაღწევად. ისინი უსამართლო სანქციებით იტანჯებოდნენ და ჩვენ დავკარგეთ ბევრი მეცნიერი ძალადობის გამო. ყველანაირად ეწინააღმდეგებიან, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. ანუ ერთი მომენტი ისაა, რომ თითქოს ესეთი პირდაპირი უარი არ არის და რაღაცა თავისმართლების ტონალობა არის და რეჟიმი თავისმართლების იმაში, რომ აი ჩვენ ამდენს მივაღწიეთ, ეს ჩვენთვის მეცნიერული მიღწევა იყო, მეცნიერები ყავს, რომლებიც ხალხში უნდა გაუშვათ და მართლა აზრი არ აქვს ბირთვული ინფრასტრუქტურის არსებობას, თუ საწვავი არ იქნება დამოკიდებული ჩვენზე და მერე ისევ ამერიკელების შემყურეები უნდა ვიყოთო და ანუ ჩვენ სუვერენიტეტს ამითი საფრთხე ექნებაო. იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს არის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის და არა რაიმე სამხედრო მიზნებისთვის და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესო არის აგერ ბიბი ნეთანიაჰუს დამოკიდებულება ხო ამ ყველაფრის მიმართ, რომელიც მოლაპარაკების დაწყებისთანავე იყო აი იმაზე, რომ არ დავალოდოთ ამ მოლაპარაკებებს, პირდაპირ თავდასხმაზე გადავიდეთ. ხო, აყირაობდა მაგიდას 30 მაისს თქვა, რომ ირანის მთელი ბირთვული პროგრამა უნდა დაიშალოს, არც ერთი შეთანხმება, რომელიც მათ ურანის გამდიდრებას და აკანონებს ამ ბირთვული ინფრასტრუქტურის, არ იქნება მიღებული. ამას მოყვა უკვე შემდეგ ტრამპის კომენტარი ნეთანიაჰუზე, როდესაც ჟურნალისტი ეკითხება, ელაპარაკეთ თუ არა ნეთანიაჰუს ირანთან მოლაპარაკებების შესახებო და თუ გააფრთხილეთ იმაზე, რომ თქვენგან დამოკიდებლად არ მოიმოქმედოს რამეო და ნახოთ. ხო. რა პასუხი გასცა ტრამპმა და მე დავაკომენტავ. წინა კვირა სატელეფონო ზარის მეშვეობით გააფრთხილეთ პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, რომ არ მიმართოს რაიმე ზომებს, რაც მოლაპარაკებებს ჩაშლის. მინდა გულწრფელი ვიყო, დიახ, მე ეს გავაკეთე. შემდეგი კითხვა გთხოვთ, დიახ, მე ეს გავაკეთე. თუმცა ამას გაფრთხილებას ვერ დავარქმევდი. მე მას უთხარი, რომ ახლა რაიმეს გაკეთება შეუსაბამო იქნებოდა. მას უსტად რა უთხარით? მე უთხარი, რომ ახლა რაიმეს გაკეთება არ იქნებოდა სწორი. ჩვენმა თან ძალიან კარგი დისკუსია გქონდა და უთხარი, რომ ფიქრობ ახლა რაიმეს გაკეთება არ იქნებოდა სწორი, რადგან შეთანხმებას ძალიან ძლიერი დოკუმენტით გავამყარებთ და იქნება ინსპექცია და არანაირი ნდობა მათ მიმართ, რადგან მე არავის ვენდობი, ასე რომ ჩვენ არ ვენდობით მათ. ჩვენ იქ ინსპექტირებას შევძლებთ, რაც გვინდა იმას გავაკეთებთ, გავაკონტროლებთ, ავაფეთქებთ იმას, რაც მოგვინდება, მაგრამ ამავე დროს იქ არავინ მოკვდება.
ჩვენ შეგვიძლია ლაბორატორიის აფეთქება, მაგრამ არავინ იქნება ლაბორატორიაში. ეს ხომ განსხვავდება იმისგან, როდესაც ყველა ლაბორატორიაშია და მაშინ აფეთქებენ. ხომ მასია? ეს ორი განსხვავებული გზაა. დიახ, მე მათ ვუთხარი, რომ ახლა ამის გაკეთება არასწორი იქნებოდა, რადგან ჩვენ საკითხის გადაჭრასთან ძალიან ახლოს ვართ. ვითარება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ მომენტში. და თუ გარიგებას დავდებთ, ბევრ სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ ეს მოლაპარაკებები არ შედგა და ირანმა თქვა რომ მე არ გავაჩერებ ამას, ანუ ამერიკა არ მგონია რომ ეხა ამ ომში ჩაერთოს რა. ამ სინქრონშიც ამბობს და პრინციპში ისედაც სხვა საჯარო განცხადებებშიც რომ თუ არ დაყვებიან დიპლომატიურ გზებს და არ მიიღებენ ამ შეთავაზებას და ისინი ამბობენ რომ სამართლიანი შეთავაზებაა და უნდა მიიღოს ირანმა, ერთი ზარითაც შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ანუ ნეთანიაჰუს თითქოს აიმედებს რომ ერთი კვირა მომეცი, ანუ აქსიოსი წერდა რაღაც ერთ კვირაზეა საუბარი, ანუ თუ მოლაპარაკებები არ გაჭრის, მერე სხვა ოფციებიც გვიდევს მაგიდას. ამიტომ არ ვიცი ახლა ეგ ნეთანიაჰუს მოთაფლის ამბავია, იმიტომ რომ ზუსტად გუშინ მკითხულობდი, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს თეთრი სახლი, რომ პრემიერ-მინისტრი არანაირ ნაბიჯს არ გადადგავს ამერიკელების გარეშე. ხო, ანუ ნეთანიაჰუ არ იზამს, არ მოიმოქმედებს. ხო, არც მგონია ეხა, ანუ ტრამპის გაბრაზება ნეთანიაჰუს გეგმებში, ანუ ერთადერთი ფაქტობრივად კი არა და ერთადერთი პარტნიორია, რომელიც აი თითქოს ზღვარზე არის გაბრაზების და დაპირისპირების. ნუ ატომური ენერგიის სააგენტოს პრესკონფერენცია იყო 4 ივნისს და რაფაელ გროსმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ სიტუაცია მყიფეა და საერთაშორისო ინსპექტორებს სრული ცნობა სჭირდება ჩვიდობიანი ბირთვული საქმიანობის უზრუნველსაყოფად. ანუ რაღაცეები არის გამოუმჟღავნებელი და დაფარული, ბოლომდე არ აქვს ინფორმაცია რა ხდება ირანში ამ ურანის გამდიდრებასთან მიმართებით. ისიც იწერებოდა, რომ ირანმა 60%-ით გამდიდრებული ურანის მარაგი თითქმის 50%-ით გაზარდაო, რამაც გამწვავ შეშფოთება ირანის ბირთვული განზრახვების შესახებ. თან იმის ფონზე რომ აი ყველა ომი უნდა დავასრულოთ და გარე ომები არ გვჭირდება, ეხა ამერიკა რო ადგეს და ირანს დაესხას თავს და რაღაც სრულმასშტაბიანი ომში თან ბირთვულ ომში ჩაერთოს, ჩემთვის წარმოუდგენელია თუ ეს გააკეთა, მისი ამორჩევლისთვის ძალიან რთული იქნება ამის დაჯერება, რომ შეიძლება წერტილოვანი დარტყმები იყოს. მაგრამ ისე მეორე ამბავიც არის, რომ ყველაფერს ცდილობს, ხო, აქ სატელეფონო ზარი 4 ივნისს პუტინთან, პრეზიდენტ პუტინს უთხარი, რომ ირანს ბირთვული არაღი ვერ ექნება და ამის შესახებ ჯერა რომ თანხმდებით. პრეზიდენტმა პუტინმა შემოთავაზა, რომ ირანთან მოლაპარაკებებში ჩაერთობა და რომ მან შესაძლოა დახმარება გაუწიოს ამის სწრაფ მოგვარებას. ხო, წესით მალე უნდა მოგვარდეს ან ისე და ან ასე. იმედია კიდევ ერთ ომს არ მივიღებთ. გადავიდეთ ევროპაზე. ნიდერლანდებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად საუბრობთ. 3 ივნისს მთავრობა დაიშალა, რაც გამოწვეული იყო ამ ულტრამემარჯვენე ლიდერის ხერტ ვილდერსის გადაწყვეტილებით, რომ თავისი პარტია, თავისუფლების პარტია გამოიყვანა კოალიციიდან, რომელშიც 4 პარტია იყო. თავისუფლების პარტია, რომელიც არის ულტრამემარჯვენე პარტია, რომელსაც დატოვა PVV, თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტია, კონსერვატიული ლიბერალური პარტია, ახალი სოციალური კონტრაქტი, ცენტრისტული პარტია და ფერმერებისა და მოქალაქეების მოძრაობა. ამ თავისუფლების პარტიას, ხო, რომელიც ანტიიმიგრანტული და ევროპასკეპტიკურია, 37 მანდატი ჰქონდათ, ანუ ყველაზე მეტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ვილდერსი მაინც არ გახდა პრემიერ-მინისტრი. ხო, სრულიად. ხო, პრემიერ-მინისტრად აირჩიეს ნეიტრალური ტიპი. ხო, სალომე ზურაბიშვილი რა გვერდში. რაღაც. დიკ სხოუფი ანტისაიმიგრაციო ინიციატივა წამოაყენა ვილდერსმა, დანარჩენები, ანუ კოალიციაში შემავალი პარტიები არ დათანხმდნენ ამას. პოლიტიკური ექსპერტები ამბობენ, რომ ვილდერსის ეს შემოთავაზება იმ კოალიციურ შეთანხმებაში არ იდო. ანუ კოალიციურ შეთანხმებაში საიმიგრაციო პოლიტიკაზე იყო გარკვეული ტიპის შეთანხმება, მაგრამ ახლა რაც ვილდერსმა წამოაყენაო, ეს იყო მიზანმიმართულად ის რომ დაშლილიყო კოალიცია და ახალი არჩევნები ყოფილიყო
რეფერენდუმი უკვე იმიგრაციაზე. ნატოს სამიტი ჩატარდეს ჰააგაში, ხო, ივნისის ბოლოს, თუ არ ვცდები 23 თუ 24 ივნისს. და იქ უნდა იყოს საუბარი თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე, ვიცით რომ ნიდერლანდები საკმაოდ აქტიური მხარდამჭერია უკრაინის, ევროკავშირმა უნდა მიიღოს მთლიანად საყოველთაო პოლიტიკა საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ და ახლა იპოვა მომენტი ამ ვილდერსმა იმისთვის რომ მომავალი არჩევნები რომელიც წესით დარიგი ჩატარდება ოქტომბერში ხო შემოდგომაზე იქნება გაფულისმენა თავარი თემა გახდეს ისევ როგორც მაგალითად ვთქვათ გერმანიაში იყო ხო ან ავსტრიაში იყო და ასე შემდეგ პოლონეთშიც შეიძლება გახდეს იმიგრანტების საკითხი აი შეგვიძლია ვნახოთ ერთი სინქრონი მაქვს რას იძახის ეს ვილდერსი რატო დავშალე კოალიცია თავისუფლების პარტია ამორჩეულებს თავშესაფრისადმი უმკაცრეს პოლიტიკას დაპირდა, რომ ჩვენ ექნებოდა ევროპაში ყველაზე მკაცრი პოლიტიკა და ჩვენ ვადგენდით გეგმას, რომ თავშესაფრის მატარებელთათვის დაგვეკეტა საზღვრები და ისინი უკან გაგვეშვა. რთული პერიოდი ელის ევროპას, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის გამოც, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, ბევრი რამე უნდა გადაწყდეს თავდაცვის საკითხებში, გამოყოფენ თუ არა თუ გადახედავენ თუ არა მათ პოზიციას და მეორე მხრივ ეს ემიგრანტების საკითხი, რომელიც როგორც შენ თქვი, თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში შეიძლება ახლა არ დგას, მაგრამ მომავალ არჩევნებზე შეიძლება დადგეს. თან იმის გათვალისწინებით, რომ ევროპაში ძირითადად გვაქვს კოალიციური მთავრობები, რომლებიც სადაც შეიძლება აი ულტრამემარცხენეებიც იყვნენ, ულტრამემარჯვენეებიც იყვნენ და აი ძალიან მყიფეა მოკლედ ესპანეთშიც, პორტუგალიაშიც, აი ამ მთავრობამაც ახლა მე მგონი 1 წელი 11 თვე იარსება და ბევრ ფუნდამენტურ საკითხზე არ აქვთ ხო იცი რომ ანუ გამოდის იდეოლოგიური სხვაობა აქვთ. ხო, რაღაცა რადიკალურად განსხვავებული ყოველ შემთხვევაში კულტურული პოლიტიკასთან მიმართებით ვამბობ, რადიკალურად განსხვავებული პარტიებს უწევთ ერთ კოალიციაში ყოფნა და ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ თუნდაც აი ამ საიმიგრაციო პოლიტიკის გარშემო ატყდება ერთი ამბავი, დაიშლება კოალიცია და რაც აფერხებს ხო გადაწყვეტილების მიღებას, ეხლა ამ შემთხვევაში გამოდის რომ საიმიგრაციო პოლიტიკა იქნება საერთოდ უკრაინის მხარდაჭერა მაგალითად რაღაც დარტყმის ქვეშ ექცევა ხო იმიტომ რომ ხო თუ მაგალითად გერმანიაში ხა AfD-მ არ გაიმარჯვა საიმიგრაციო პოლიტიკას რაც შეეხება არანაკლებია ქრისტიან დემოკრატების პოზიცია ემიგრანტებზე დღეს თქვა მერცმა რომ ესე იგი ჩვენ გვაქვსო იმპორტირებული ანტისემიტიზმიო რაც განმარტა ესე რომ ტოლულებმაო და იმიგრანტებმაო შემოიტანეს ჩვენთან ანტისემიტიზმიო და მოკლედ დღევანდელი ანტისემიტიზმი რაცაა გერმანიაში ეს ბოდიშით და შეტენა არ ვიცი ხო ანუ თან გერმანიას რომელსაც ანტისემიტიზმის მთელი გამოცდილება ანუ თუდი გამოცდილება აქვს ხო ანუ რეალურად ისტორიულად აი ორი სიტყვა რო ვთქვათ რა ანტისემიტიზმი კლასიკური გაგებით არსებობდა ევროპაში, მე ამერიკაში თუ არსებობდა ეგ ისიც იქ ევროპელები. ხო, ან იტალიიდან, ან გერმანიიდან მოდის, ანუ სხვაგან არსად არ უარსებია. ამიტომ რა ვიცი ცოტა ისტორიულად გასაგებია ხა ეგ რაზეც მიუთითებს რომ აი არაბების მიღება არაბები არიან ანტისემიტები და პალესტინას უჭერენ მხარს და ამიტომ ანუ მოკლედ ეს იყო რაღაც მისი სათქმელი თუმცა ხო რაც შენ თქვი ჩემი ისტორია და გამოცდილება სულ სხვა რამეს გვეუბნება და ანუ რა თქმა უნდა ხა ანტისემიტიზმი ანუ ვიღაცის მხარდაჭერა რაღაცის ანტისემიტიზმში არ უნდა გადაგვივიდეს ეგ ცხადია და ანუ მე მგონი მაგ ზღვარის დაჭერა ანუ არც ისე რთულია თუ რაღაც სიმართლის და სწორხარეს დგახარ ჩემი პოზიცია და შენი პოზიციას დარწმუნებული ვარ ეგ არის რა ვიცი და ყველასი ვინც ანუ ერთ ჩაგვრას თუ გმობ მეორეს ჩაგვრაც დასაგმობია უბედურება ეგა ხო რაღაც ანტიიმპერიალისტური პოზიცია კია არ გაქვს რომ ზოგადად იმპერიალიზმი არის საზიზღრობა არამედ რომელიღაცა იმპერიის ან რომელიღაცა სენის მხარეს უნდა იყო მაინც და მაინც
ხო, ეხლა შეგვიძლია ტიანანმენის ამბავზეც გადავიდეთ, რომელიც 36 წლის წინ მოხდა თუ არ ვცდები? 1999 წელს 10,000 სტუდენტი და ჩვეულებრივი მოქალაქეც, არა სტუდენტები შეიკრიბნენ ტიანანმენის მოედანზე პეკინში. დემოკრატიული რეფორმების, კორუფციის დასრულების და სიტყვის თავისუფლების მოთხოვნით ჰქონდათ შემდეგი მოთხოვნები კიდე პრესის და გამოხატვის თავისუფლება, ერთპარტიული რეჟიმის მოშლა, კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯები და ასე შემდეგ. როგორც ჩვენ. ხო, როგორც ხდება ხო. ხო, ანუ როგორც ზოგადად საზოგადოებები რისთვისაც იბრძვიან. და 4 ივნისს მთავრობის ბრძანებით ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ შეტევა დაიწყო მშვიდობიან დემონსტრანტებზე და ტანკებით და ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდნენ. დასავლური წყაროები მაშინ ამბობდნენ, რომ სიკვდილიანობა 1000-ებს აღემატებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხა ოფიციალური მონაცემი იმის ზუსტი არ არსებობს. სვერპლი რამხელა იყო. ჩინეთი მაქსიმალურად ასაიდუმლოებს ამას. ცენზურებს ამბობს. აპრილის წელი არის ეს და აპრილიდან, აუცი, რაღაც რამდენიმე თვეში. რატო ვიხსენებთ ამ ამბავს ზოგადად და რატოა ეს მნიშვნელოვანი დღეს, ხო? ანუ რუბიოს განცხადება გახდა, ესე ვთქვათ, განხეთქილების ვაშლი, ანუ პლატფორმა X-ზე დაწერა რუბიომ შტატების სახელმწიფო მდივანმა გვახსოვს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ 36 წლის წინ ტიანანმენის მოედანზე ჩადენილი სასტიკი დარბევა და ვიხსენებთ იმ დღეს მოკლული და დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების სიმამაცეს. თავისუფლება, დემოკრატია და თვითმმართველობა ადამიანური საფუძვლებია, რომელთა წაშლა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეუძლია. ამას დაემატა უკვე ტაივანის პრეზიდენტის განცხადება ლაი ჩინგ-ტემ ტიანანმენის მოედნის ტრაგედიის 36 წლის თავზე. შემდეგი რამ დაწერა Facebook-ზე, ავტორიტარული მთავრობები ხშირად ირჩევენ გაჩუმებასა და ისტორიის დაუწყებას, მაშინ როდესაც დემოკრატიული საზოგადოებები ირჩევენ სიმართლის შენარჩუნებასა და უარის თქმას იმ ადამიანების დაუწყებაზე, ვინც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს და რომლებიც ადამიანის უფლებებზე ოცნებობდნენ. სახელმწიფო მდივნის განცხადებას ისტორიული ფაქტების დამახინჯება უწოდა ჩინეთის საგარეო სამინისტროს სპიკერმა და თქვა, რომ შტატებიო ბოროტად ამახინჯებს ისტორიულ ფაქტებსო, მიზანმიმართულად თავს ესხმის ჩინეთის პოლიტიკურ სისტემას და განვითარების გზას და სერიოზულად ერევა ჩინეთის შიდა საქმეებში. რაღაც ამბავში ცივი ომის რიტორიკას გავს, ხო? ანუ აქ რუბიოს განცხადებაში მორალური გეოპოლიტიკის მომენტი ჩანს ერთი, რომ აი რაღაც დემოკრატიული სამყარო და მეორე მხრივ ბოროტების, ესე ვთქვათ, იმპერია ჩინეთი, მეორე მხრივ ტაივანის სადმი ალბათ რაღაც მხარდაჭერის გამოხატულობა და ჟესტი. ხო, რომელიც ამერიკის ასე ვთქვათ პროტეჟე არის რეგიონში. და ჩინეთი თulis რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და ჩინეთის ესე ვთქვათ წვრთნები ხო სამხედრო წვრთნები რომლებიც ტაივანმა აღიქვა საფრთხედ და არა მხოლოდ მთლიანად რეგიონში აღიქვეს საფრთხედ. რაღაც მე ამ ამბავში უფრო დავაკავშირე ეს რომ თითქოს ეს ჟესტი იყო, თქვათ, რუბიოს მხრიდან ტაივანის მხარდამჭერი და რაღაც ახალი ცივი ომის დისკურსი, რომ სოფლიომ არ უნდა დაივიწყოს ტიანანმენი, ტირანის წინააღმდეგ უნდა უდგეთ ყველგან, მათ შორის ჩინეთში. და ჩინეთში იმის მერე არ შეცვლა კომუნისტური პარტია. ეგეთი არსებობს ტიანანმენის დედების ჯგუფი 1999 წლის მოვლენების დროს დაღუპულთა ნათესავებს აერთიანებს მოკლედ ეს და ისინი მოუწოდებენ მოკლედ ჩინეთის მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებისა და პასუხისმგებლობის დაჭისკენ და ანუ კი ეხლა რაღაც შეიძლება ადამიანები შეიცვალნენ, მაგრამ რაღაცა სისტემა და ის ერთი დარჩა რომლებსაც ანუ ერთი ღერძია, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იგივე გაგრძელდა. ჩინეთს ძალიან არ სიამოვნებს და მის გლობალურ იმიჯს ურტყამს ამაზე საუბარი და გამიზნული მომენტი იყო რა, მოკლედ რაღაც მეხსიერების პოლიტიკის ჩართვა და ინფორმაციული ომის მომენტი. შეგვიძლია მე მგონი უკრაინაზე გადავიდეთ, საკმაოდ წარმატებული ოპერაცია აბლაბუდა თუ ობობის ქსელი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა მასშტაბური დრონების იერიში რუსეთის 4 სამხედრო ავიაბაზაზე, რის შედეგადაც დაზიანდა ან განადგურდა რუსული ბომბდამშენები და
მათ შორის სტრატეგიული ბომბდაშენები, რაღაც Tu-95 და დიდად ვერ ვერკვევი. Tu-60. ხო, აი მოკლედ ეს ისეთი ბომბდამშენებია, რომელსაც შეუძლიათ ამ ბირთვული ქობინების გადაზიდვა Tu-95 და Tu-60. და სარალი საკმაოდ 20 თვითმფრინავი დაზიანდაო, ამერიკელები ამბობენ 10 განადგურდაო. ნუ რიცხვები რაღაცა სხვადასხვა არის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსებს მაგრა დაეწვათ აი ამ ოპერაციას. და თან ტრამპს გააკეთა განცხადება, რომ აღფრთოვანდა ამ ოპერაციით, თუმცა ფიქრობს, რომ რაღაც ეს ამან საქმე გაართულა. ნუ აქსიოსი წერდა, რომ შიდა წრეშია, თქვა, რომ ეს საკმაოდ ძლიერი დარტყმა, მას მიაჩნია ინსაიდერები ამბობენ, რომ ეს ძალიან გაბედული და გიჟური შეტევა იყო, მაგრამ ასევე აღფრთოვანების მიუხედავად მოელის რუსეთისგან საპასუხო ესკალაციასო და მერცთან როცა გადავალთ, ნუ აი იქამდე ვიტყვი მაინც იქ მერცთან შეხვედრის დროს ამბობს, რომ ეკი უთხარიო პუტინსო, რომ არ გინდა ამაზე პასუხიო, მაგრამ ხო რასო მაინც ამბობსო, რომ პასუხს გასცემსო და ომის დასრულება ამანო შეაფერხაო მოკლედ. და ხო რაღაც პასუხი უკვე მოყვა. ხო პასუხი მოყვა 5-ში და 6-ში. ხარკოვის და პრილუკის რეგიონებში დრონებით თავდასხმა განხორციელდა და დაიღუპა სულმცირე 5 ადამიანი. 1 წლის ბავშვი. ხო. და სუმის რეგიონზეც მოხდა შეტევა. მოკლედ რუსეთი არ აყოვნებს და უკრაინისგან განსხვავებით რომელსაც ტარგეტირებულად აქვს სამხედრო ობიექტებზე რუსეთი ამას არ აკეთებს. 2 ივნისს შედგა ზუსტად მაგ აბლაბუდის თუ ობობის ქსელის შემდეგ მეორე დღეს სტამბოლის მოლაპარაკებები და ჩვენ სულ ამბობთ ხოლმე რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები. აი მგონი სამშვიდობოსაც ვეღარ დავარქმევთ მაგას უკვე რა. ანუ აი რატო ხო აქაც უკრაინის მხრიდან შეთავაზება იყო ისევ ეს 30 დღით ცეცხლის შეწყვეტა და რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ელოდნენ, რუსებმა ისე უარყვეს ეს წინადადება, რა თქმა უნდა და ასევე ხო ბავშვების დაბრუნებაზე იყო ლაპარაკი, თუმცა ვერაფერზე ვერ თანხმდებიან. აი სამშვიდობო მემორანდუმის ის ნახე რა. ეგ 1000 ჯერ გვითხოვს, მაგრამ რა ვიცი რა ხან ახლა ამბავია კიდევ ჭალებში, მოდი კიდე ერთხელ ვთქვათ. ესე იგი, ითხოვს ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიებიდან არმიის გაყვანას და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებას. რუსეთის ფედერაცია ასევე ითხოვს შეზღუდვების დაწესებას უკრაინის არმიის ზომასა და გადაადგილებაზე. ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად კრემლი კვლავ დასავლური სამხედრო და სადაზვერვო დახმარების შეჩერებას და ქვეყანაში დემობილიზაციის პროცესის დაწყებას ასახელებს. უნდა შენარჩუნდეს უკრაინის ნეიტრალიტეტი. კრემლი ითხოვს რუსულისთვის ოფიციალური ენის სტატუსის მინიჭებას, მოსკოვის კონტროლირებად მართლმადიდებლური ეკლესიის ფილიალის საქმიანობაზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას და ბჭყალებში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. კრემლი უკრაინას თხოვს უარი თქვას საომარი მოქმედებებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, უნდა გაუქმდეს რუსეთისთვის დაწესებული ბჭყალებში უკანონო სანქციები. და ხო რაც ყველაზე მთავარი არ არის, მაგრამ ისევ ამ ახალი ხელისუფლების თემას აწვევიან. რისი ლეგიტიმაციას პირველ რიგში ტრამპმა მისცა, როცა ჯერ დიქტატორი უწოდა ზელენსკის და მერე უარყო და მერე თქვა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და ასე შემდეგ და რა ვიცი ხო. ხო ზუსტად იგივე ხაზე იჯდა ტრამპიც. და სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ უარი თქვა პრეზიდენტების შეხვედრის მომზადებაზე. ხო, ანუ ეს რატოა მნიშვნელოვანი? ანუ ზელენსკი იქამდეც პრინციპში და სტამბოლში თვითონ იყო ხო ჩასული და ელოდებოდა პუტინს და ახლაც სინქრონი მაქვს გამზადებული, სადაც ამბობს, რომ ამ დელეგაციების დონეზე ვერ გადაწყდება ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, უნდა დასხნენ ლიდერები და ორშაბათიდან, ანუ მომავალი კვირიდან მოყოლებული, სადაც გინდათო რუსებს ეუნება იქ შეხვდეთო. რაზეც ანუ ფაქტია, რომ ისინი არ მოდიან. რა მოდი ანუ ნახოთ ჯერ ზელენსკის კომენტარი. Putin сказал Трампу, что будет doable. პუტინი ფიქრობს, რომ ტრამპთან გარიგება შესაძლებელია, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს ნამდვილად არარეალურია და თუნდაც ამის სრული არსებობდეს, მაინც შეუძლებელია. რუსები არ არიან მზად ცეცხლის შესაწყვეტად.
ყოველ შემთხვევაში ამჟამად არსებული დელეგაციების დონეზე. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ლიდერების მიერ გადასაწყვეტი საკითხია. მათ პირდაპირ გითხრეს, ცეცხლის შეწყვეტა განსხვავებული დონის განსასაზღვრია. ჩვენ რუსებს ვთავაზობთ და მგონია, რომ ჩვენი პარტნიორებიც დაგვიჭერენ მხარს. ჩვენ მათ ვთავაზობთ ცეცხლის შეწყვეტას ლიდერების შეხვედრამდე. ჩემი პირადი პოზიცია ასეთია. პირველ რიგში ჩვენ მზად ვართ მათ შევხვდეთ დაუყოვნებლივ და ინსინუაციების თავიდანაც აცილებლად რუსებს შეუძლიათ რომ აირჩიონ შეხვედრის ადგილი. სტამბოლი, ვატიკანი, შვეიცარია და ყველა ჩამოთვლილი შესაძლებელია. ჩვენ მათ ვთავაზობთ შეხვდეთ ნებისმიერ დღეს, მოყოლებული ორშაბათიდან. ეს რაღაც შეთავაზება დიდი ხნის წინ გაჟღერდა, რომ შეიძლება ვატიკანი ყოფილიყო ის ადგილი, სადაც სტამბოლში, ხო, ანუ ანკარაში, თურქეთში ხო ჩასული იყო ისედაც ზელენსკი და თუ რაღაც პუტინი ან ლავროვი ან ვინმე ჩავიდა და ხო, კლერკი და ფაქტიურად თავისი გადმოსახედიდან დასცინეს, ხო, ამ ზელენსკის. ტრამპმა ილაპარაკა იმაზე, რომ მეო ველაპარაკე პუტინსო 75 წუთიანი სატელეფონო საუბარიო და მე იქ მერცთან ამ საათზე მეთხანს ვილაპარაკეთო, ნუ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ ამბობს, რომ ეს საუბარი არ გამოიწვევსო დაუყოვნებლივ მშვიდობასო. ხო, არ ვიცი, ანუ რას ესაუბრება, ანუ საერთოდ აი წყლის ნაყვა საუბარი კი არა. სანქციები მიივიწყა საერთოდ. ეს გრემის სენატორის ეს მეორადი სანქციები, ხო? მე მგონი თუ არ ვწდები, მერცმაც კითხა ამ სანქციებზე. მაგებს ვნახავთ ყველაფერს. მერცი რეალურად ცდილობდა მიანიშნებინა ტრამპისთვის, რომ ისრები გადაიტანე პუტინისკენ, ანუ რუსეთზე გვინდა ჩვენ ზეწოლა, მე აქ იმისთვის ვარ ჩამოსული, რომ შევთანხმდეთ იმაზე ერთობლივად რას გავაკეთებთ იმ ხო მისი ეს მაგალითიც მეორე სოფლიო ომზე რომ ამერიკა როცა ჩაერთო მე შევძელით მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება ამას მიემართებოდა რომ აი რაღაც ერთიანობით დავამარცხეთ ბოროტება აი ჩავთვალეთ May I remind you that we are having June 6th მე მინდა შეგახსენოთ რომ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა 6 ივნისი, როდესაც ამერიკელებმა დაასრულეს ომი ევროპაში. მე მგონია რომ ეს ახლა თქვენ ხელშია. ეს არც ისე სასიამოვნო დღეა თქვენთვის. არა ბატონო პრეზიდენტო, გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენ ჩემი ქვეყანა ნაცისტური დიქტატურისგან იხსენით და ამისთვის თქვენი გვართებს. სწორედ ამიტომ ამბობ რომ ამერიკა კვლავ მოწინავე პოზიციაზეა, რათა გააკეთოს რაიმე ამ ომის დასასრულებლად. და მოდით იმაზე ვისაუბროთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთობლივად ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია და თქვენ იცით რომ ჩვენ მხარს უჭერთ უკრაინისა და მე ზეწოლას ველოდებით რუსეთზე ევროკავშირმა ეს გააკეთა და ამაზე ვისაუბრებთ. დიახ, ვისაუბრებთ ამაზე. The European Union did and we should talk about that. We will talk about it. ეს ოვალური კაბინეტი ჰოლივუდის ფილმის რაღაც გადააკეთა და ანუ რასაც უნდა, რაც პირზე მოადგება, რაო იმას ლაპარაკობს და თან ანუ ყველა ლიდერს, მათ შორის გერმანიის ლიდერსაც დასცინეს ახლა რაო ნაციზმზე ხაზგასმა გერმანელისთვის ხო თან ჩაუტანა მისი დიდი ჩავსოთ რა დაბადება ჩაუტანა მისი დიდი ბაბუამისის რომელიც გერმანელი იყო რომელიც გერმანელი იყო და ტრამპი ყოველთვის მალავს ხოლმე ამ თავის წარმოშობას და ამ დედის მხრიდან შოტლანდიურ ესე ვთქვათ წარმოშობას უსვამს ხოლმე ხას და ანუ რაღაც სამასხარაო განწყობაზე ხვდება ყველას მერცი საკმაოდ საქმიანად იყო განწყობილი და ხო თავის ანუ იმან თავის სათქმელი უთხრა და არაყვა მოკლედ ამ რაღაც არ ვიცი მიანიშნებდა რომ ანუ დახურულ კარს მიღმა ელაპარაკათ იმაზე რისთვისაც პრინციპში ჩავიდა ხო ანუ ერთი არის სავაჭრო საკითხები მოიხილეს და უკრაინა და თავდაცვის ხარჯების ზრდა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ტრამპსაც მოწონს რომ ევროკავშირიც აპირებს ევროპაც აპირებს რომ თავდაცვის ხარჯები გაზარდოს მაგრამ მერცსა და ტრამპს შორის აქ ერთი მთავარი განსხვავება ის არის რომ ტრამპის რიტორიკაში ორივე დამნაშავეა და ამბობს რომ თუ არც ერთი გაჩერდება ბოლოს ორივე სანქციებს დაუწესებო და უკრაინაც ზუსტად იგივე რანგში გაყავს როგორშიც რუსეთი და ეხლა უკრაინის სანქციებით იმუქრება რაც სიგიჟია ხო ერთ სიბრტყეზე დაყენება ამ ორი
არ ვიცი, ქვეყნის წარმოუდგენელია და ხო, ანუ ეს ჯერ ამ ლიდერების დაყენება და ეს დაცინვა და ჯერ ზელენსკი, მერე რამაფოსა, მერცი არ ყველას ცდილობს რომ აბუჩად აიგდოს ეხლა რავი ანუ ყველა ჯერზე საკადრისის პასუხი გაეცა უბრალოდ იმით სარგებლობს რომ აი ამერიკა არის იმპერია რომელიც არის ცენტრი და აი მე მგონი ამითი кайფობს რომ ყველა რაღაცაზე ჩადის და მასთან მისგან რაღაცა ვაჭრობა მიდის მოკლედ მასთან ეგ დაუბუსტა მერცმანს ხო ყველაფერი შენ ხელშია და ამბობს რომ ანუ ჩვენ აქ ოვალ კაბინეტში შემოსვლამდეცო მეო ტრამპს უთხარიო რომ შენ ხარ საკვანძო კაცი რომელიც ამ ყველაფერს მოაგვარებს და მე ანალოგია ანუ როგორც ნაციზმი დაასრულე ისე შეგიძლია რომ ევროპაში ეს ომი დაასრულოდა თუ მერცი აგერ რამდენიმე თვის წინ ამბობდა რომ გერმანია და ევროკავშირი დამოუკიდებელი სუბიექტი და ამერიკა ცალკე ახლა პირიქით ხო და მერცის ესე ვთქვა თავარი გზავნილი იყო რომ ზუსტად ციტირებ ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ ეს ომი გავაჩეროთ ახლა ჩვენ ვართ უკრაინის მხარეს და მიანიშნებდა მომენტებში იმაზე რომ უნდა იყო პუტინის მიმართ უფრო მკაცრი, იმიტომ რომ ტრამპმა თქვა რომ მე რაღაც მომენტში მკაცრი გავხდებიო თუ ორივესერისი არ წავაო, ანუ მიანიშნა რომ პუტინის მიმართ უნდა იყო მკაცრი და მოკლედ უკრაინის ხარდასაჭერი რიტორიკა ქონდა რა. ხო, არა მარტო უკრაინის, ანუ წეღარას თქვია, თუ რუსეთს ის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაც უწერია, თუ ის გაუვიდა, უკრაინის დამარცხება ნიშნავს მთელი ევროპის დამარცხებას და ანუ იქნება საზღვარი რა. აი მოდი მასკზე და ტრამპზე გადავიდეთ და გუშინ წინ დაიწყო ტრამპის და მასკან მანამდე იგრძნობოდა ეს დაძაბულობა. ხო, ნუ ჩააგდო რამდენიმეჯერ რომ თავის საქმეს უნდა მიხედოს დიდი კომპანია აქვს სამართავი, მაგრამ ზუსტად მერცთან შეხვედრის დროს დაისვა კითხვები და დაიწყო ურთიერთკრიტიკა. და ტრამპმა დაწერა თუ თქვა, არ ვიცი. მერცთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ილონსთან შესანიშნავი ურთიერთობა ქონდა, არ ვიცი კიდევ გვექნება თუ არაო. და ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით, ბევრჯერ დავეხმარე. კანონ პროექტის დეტალები მას უკეთესმოდა ვიდრე სხვა ნებისმიერ სხვას და თავიდან მას ამაზე პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ უცებ პრობლემა გაუჩნდა და ეს მაშინ როცა გაიგო რომ ვაპირებთ ელექტრომობილების რაოდენობის სავალდებულოების შემცირებაზე. კანონი რა, საბიუჯეტო კანონ პროექტია. და რატო არის ნაწყენი მასკი? იმიტომ რომ ელექტრომობილებზე და ბჭყალებში მოვლის ტექნოლოგიებზე არ იქნება ბევრი სუბსიდიები და ტრამპი აპირებს თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯას გაზრდას და მოკლედ უფრო ტრადიციული სფეროებისკენ ფულის ხო და სხვათა შორის მასკის მუდმივი მტკიცება აი მაქსიმალური ნეოლიბერალიზაცია და ასე შემდეგ სინამდვილეში არის სრული ტყუილი, იმიტომ რომ სინამდვილეში მისი ყველა კომპანია სუბსიდირებაზე იჯდა და სახელმწიფო დაფინანსებაზე, როგორც მაგალითად NASA არის. იმდენად უსინდისო არის, რომ ბიუროკრატიის ბიუჯეტიაო ესო. და ანუ თვითონ ხო ესე ვთქვათ ეფექტურობის ხარისაა და ნეოლიბერალიზმის ხარის და საბოლოო ჯამში იმაზე არის ნაწყენი და რა ვიცი გაგიჟებული რომ ტრამპი ამ ელექტრომობილებში და ამ მწვანე ენერგიაში რაც პრინციპში არც ვიცით რა მართლა მწვანე ენერგია თუ რა რას მოხმარდებოდა ის ფული, მაგრამ მოკლედ მასკს აღარ აძლევს ამ და მასკმა თქვა რომ რამდენიმე წუთში უპასუხა რომ ტყუილია ეს კანონ პროექტი ჩემთვის არც ერთხელ არ წარმოუდგენია და იგი ერთ დღეში მიიღესო მოკლედ და ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა და დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებდნენ და 51-49 იქნებოდა და უმადურობა მოკლედ რასაც აკეთებს. მე პირად საკითხებზეც გადავიდა და თქვა რომ ტრამპი არისო ეპშტეინის ფაილებშიო, ეს არის ეპშტეინი არის ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანი ჩართვის მათზე სექსუალური ძალადობის და ტრაფიკინგის ბრალდებით და მართლაც არსებობს რაღაც კავშირები, ვიდეოც არსებობს, სადაც ტრამპი და ეპშტეინი ერთად არიან. და 2019 წელს საკანში ნახეს მკვდარი ეს ეპშტეინი და მოკლედ ამან
ანუ იქ ცდილობდნენ ხო რაღაც შუამავლები რომ რაღაცა ამბავში ცოტა გაენეიტრალებინათ სიტუაცია, მაგრამ მგონი აი ამ ტვიტმა თუ არ ვიცი იქ წერილმა პოსტმა ეგ გადაავადა ან არ ვიცი რამდენად ჩამოვარდება ზავი ამ წყვილს შორის არ ვიცით. და სხვათა შორის მილიარდობით და მილიონობით დოლარის სახელმწიფო სუბსიდიებზე არის ლაპარაკი. ამაზე როცა ამბობდა ლაპარაკობდა ტრამპი, იქ ახსენებს, რომ ძალიან მიკვირდაო, რატო არ გააკეთა ეს ბაიდენის ადმინისტრაციამ და რატო არ გაუუქმა ტესლას. ну ფაქტია რომ აი ამ საჯარო დაპირისპირების მერე 5 ივნისს თითქმის 15%-ით გაუქმდა კომპანია ტესლას აქციები და დაახლოებით 11%-ით თავის დროზე ტრამპის მიერ დაფუძნებული კომპანიის Median Technology Group-ის აქციები. ну ეს ბევრი წინასწარმეტყველებდა რომ ორი ეგომანიაკი როცა ერთმანეთს ხვდება თუ მათი ინტერესები არ ემთხვევა აღარ ემთხვევა უკვე მერე ეს ხდება და ანუ ოღონდ თან ის არის რომ ტრამპი ისეთი გიჯი არის ისიც არ გამიკვირდება რომ ეხა ეს რაღაც თამაშის ნაწილი იყოს. ხო, არა გამურიცხა. არაფერი, ვერაფერს ვერ იტყვი. ბოლო ტვიტმა მართლა აი ეფშტაინზე ერთ-ერთი მაგან გამიქარვა ცოტა ისა, იმიტომ რომ ეგ საკმაოდ ისეთი ბრალდება, ხო. დაგეგმილი თამაშის ამბავი არ არის, ხო. არ ვნახოთ. სხვათა შორის ერთ-ერთი ტვიტი იყო, რომ ტრამპსა და მასკს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რო იყო, რომ პუტინი ჩაუდგება სათავეშია და ეგ ისე ამ შუალედური არჩევნების წინ თლად პატარა ამბავი შეიძლება არც იყოს რა და იმიტომ რომ ტიპმა 300 მილიონი დახარჯა ამ რესპუბლიკელების კამპანიაზე და რა ვიცი ანუ ერთ-ერთი მედროშე იყო ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის და ნახოთ ტრამპს როცა ვინმე აღარ სჭირდება მე შეულებრივად იშორებს და ტექნოფეოდალების რაღაც დაპირისპირება შეიძლება იყოს ეხა სხვა ტექნოფეოდალი შეიძლება წამოწიოს წინ ანუ ხო ჯერ საერთოდ საჯარო სივრცეში რაღაც როგორც არ ჩდებოდა და მე რო გამოჩნდა როგორც აი ბიზნესავით იყო რომ ქველმოქმედი ტექნოლოგიაზე გაგიჟებული რომელიც SpaceX აკეთებს Tesla გააკეთა ეგეთი იყო და მე ისე გამოჩნდა რომ ძალიან იმედგაცრუება გამოიწვია სხვათა შორის არა ნაცისტური მათ შორის მისი ნაცისტური მისალმებაც გვახსოვს და მოკლედ მე ძალიან ანტიპათიით ვარ ბუკეტი არის თანამედროვე ულტრა მემარჯვენის იდიოტიზმის ზედაპირულობის ხო პრინციპში უხდებოდნენ ერთმანეთს ეგ და ტრამპი ავსებდნენ ერთი სიგიჟე მეორე სიგიჟეს ამოდი ამ ტარიფებზე ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა ესე იგი დიდი ზარზე იმით გამოაცხადა ტრამპმა უბრალოდ ჯერ დაპირება იყო და შემდეგ უკვე ბეჭედი ამაზე რომ ფოლადზე და ალუმინზე გაზრდიდა ტარიფს 25-დან 50%-მდე, ნახოთ პატარა სინქრონი. ჩვენ ვაპირებთ რომ 25-დან 50%-მდე გავზარდოთ ტარიფები ფოლადზე. რაც უფრო მეტად დაიცავს ფოლადის ინდუსტრიას ამერიკაში. ასე რომ ჩვენ გავაორმაგებთ მას და 25%-დან ვაქცევთ 50-ად. We're doubling it to 50%. ხო, და ეს ახლა რატოა მნიშვნელოვანი ამბავი, ხო? ჯერ ერთი ის, რომ ეს თავისი სატარიფო პოლიტიკის ხაზი გრძელდება, მაგრამ აი კანადა, ინდოეთი, მექსიკა, ჩინეთი და გაერთიანებული სამეფო არიან ის ქვეყნები, რომლებიც მთავარი ექსპორტიორები არიან ამ ფოლადის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მე მგონი ბრიტანეთს არის. ბრიტანეთს ხო ჯერ 25% აქვს ისე, იმიტომ რომ მოლაპარაკებები მიდისო, მაგრამ ფაქტია რომ ამან უკვე გამოიწვია რაღაცა რყევები, თქვათ ინდოეთის ფოლადის ინდუსტრია ექსპორტის შემცირებას უკავშირებს უკვე შემდეგ სამუშაო ადგილების დაკარგვას. ამერიკელი მომხმარებლები და ბიზნესმენები შეიძლება დაზარალდნენ, იმიტომ რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიზრდება, იმიტომ რომ საჭიროა ეს ელემენტები ამ წარმოებებში. და ხო საერთაშორისო რეაქციები იყო ისეთი საკმაოდ შეშფოთდნენ კანადის და მექსიკის ლიდერები, კანადის პრემიერის სინქრონი მაქვს.
და ვნახოთ რა სიძახის. Mr. Speaker, the American tariffs, the new tariffs on steel. ბატონო სპიკერო, ამერიკული ტარიფები, ახალი ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე უკანონო, გაუმართლებელი და ლოგიკურია. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომაც გვაქვს საპასუხო ტარიფები 90 მილიარდის ღირებულების ამერიკულ საქონელზე. ჩვენ ამერიკელებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებში ვიმყოფებით და პარალელურად თუ მოლაპარაკებები არ გაჭრის, ვემზადდებით პასუხის გასაცემად. კანადის პრემიერი ამბობს მარკ კარნი, რომ უკანონოა ეს ტარიფები და ჩვენ მზად ვართ რომ პასუხი გავცეთო, თუმცა ჯერჯერობით მიდისო ინტენსიური მოლაპარაკებებიო. კლაუდია შეინბაუმმა, მექსიკის პრეზიდენტმაც უსამართლოდ მიიჩნია ეს ტარიფები, მოკლედ ისევ თავის მეზობლებს ნებს და გრძელვადი ამ პერსპექტივაში პრინციპში ამერიკულ ინდუსტრიასაც, მაგრამ რაღაც ამბავში აი ამ მუშათა კლასის გულს თითქოს იგებს რა, აი ამ ესე ვთქვათ ერთი მხრივ ამ სატარიფო პოლიტიკით და დაცვით ხო ვითომ რომ ეკონომიკური ნაციონალიზმი პროტექციონიზმი პირდაპირ დაკავშირებულია ტრამპის ხედვით ამ მუშათა კლასის ხარდაჭერასთან. ნახოთ რა იქნება. ხო მე ალბათ უფრო იმას აწვება რომ რაღაც ჩამოვა კანადის პრემიერი ოვალურ კაბინეტში და იმასთან დაიწყოს მე მოლაპარაკებას რომ ის შეეხვეწება. მოკლედ ხო რა ჩინეთი და ინდოეთი ეძებენო ისო ახალი გასაღების ბაზრებს მოკლევადიანში ალბათ ამ ამერიკელ მწარმოებლებს რაღაცა სარგებლოს მოუტანს პროდუქტები გაძვირდება, მაგრამ მომავალში და გრძელვადიან პერსპექტივაში ჟიანს მიაყენებს ამ ამერიკის გლობალურ ურთიერთობებს ისევ სავაჭრო დაძაბულობას გამოიწვევს. და მოკლედ არ ვიცი, ნახოთ. ხო, ბოლოს ალბათ როგორც ყოველთვის პალესტინას შევეხოთ, იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვთქვი, წითელი ჯვრის პრეზიდენტს მირჯანა სპოლიარიც ჰქონდა ინტერვიუ BBC-სთან, სადაც მან ღაზად ზოგადად შეადარა ჯოჯოხეთზე უარეს ადგილს და მისი თქმით უყურებთ იმ ომს, რომელიც მოსახლეობას და იქ დასახლებულ ადამიანებს მთლიანად ართმევს ღირსებას და ბერჯერ უსაუბრეთ მოკლედ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გუტიარეს უსაუბრია, ჯოზეფ ბორელსაც ბერჯერ უსაუბრია, თუ ის რაც ხდება ღაზაში არის ომის დანაშაული და ბერჯერ გვითხოვს ისიც რომ სასამართლოსაც უთქვამს რომ გარდა იმისა რომ ღაზაში რაც ხდება ეგ არის რაღაც დაბომბვა და ადამიანების მოკლა ეგ არის ომის დანაშაული, შიმშილობის როგორც ომის იარაღის გამოყენება არის ომის დანაშაული. ხო, ომის დანაშაული თქო გამოცხადებული. რამდენიმე მონაცემს დავიკითხავ, გაეროს მონაცემებით ღაზაში 2.1 მილიონი ადამიანი არის შიმშილობის ზღვარზე, 5.8% ბავშვებისა კი აქვთ მწვავე კვების უკმარისობა. ბოლო კვირაში ღაზის ჰუმანიტარულ ფონდთან დაკავშირებულ დახმარების განაწილების პუნქტებთან მოხდა არაერთი თავდასხმა ადამიანებზე, ამაზე ჩვენ ხო ნიუსიც გვედა. კი, გვედა ამაზე და ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა და ექიმების საზღვრებს გარეშე ამბობს, რომ ექიმები იძულებული გახდნენ საკუთარი სისხლი გადაესხათ პაციენტებისთვის, რადგან დონორების რაოდენობა არ არის საკმარისი, მოკლედ სექტორში იმდენი. ესე აი ხაზგასმით რომ ვთქვათ, ანუ საკვების განაწილების პუნქტებთან კლავენ ადამიანებს დამიზნებით რა, დამიზნებულად. ეგვიპტის საზღვართან რო გაჩერებული ყავთ რაღაც ასობით მანქანა. ამერიკული ესე ვთქვათ საქველმოქმედო ფონდი აკეთებს მაგას და
მაგაზეც კრიტიკა და ესე ვთქვათ უნდობლობა არის, რამდენად წესების დაცვით ხდება აი ამ ჰუმანიტარული დახმარების გაწევაც ღაზაში. თან ძირითადად ეს საერთაშორისო ორგანიზაციები ისრაელს გამოცხადებული ყავს რაღაც ტერორისტულ ორგანიზაციებად, ჯერ მარტო ექიმების და ჟურნალისტების მკვლელობა არის იმდენად მაღალი, რომ მე მგონი არც ერთ შეიძლება ზოგიერთ ომში, მაგრამ ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. პროპორციულად ეგრე იქნება, იმიტომ რომ სწორად ან ფარდობითი ის რო ავიღოთ, რაც თან ხო ჯერ 2023 წლიდან თუ ავიღებთ, ანუ ამ მოკლე პერიოდში ძალიან მაღალია მოკლედ და ესენი თან სპეციალურად და დამიზნებით კლავენ. კი, იმიტომ რომ ჟურნალისტებს მაგალითად პრესა ანუ ანუ კასკაც უკეთიათ, პრესაც უკეთიათ, ანუ ხო რა ვიცი, ყველაფრიდან იდენტიფიცირებადი არიან მოკლედ. იმაზე რო აღარაფერი ვთქვათ, რომ ანუ ღაზაში ისა შენობების 90% დანგრეულია და ტრამპის კლიპიც გაგვახსენდება, სადაც ის ამბობს, რომ ღაზა უნდა გახდეს რივიერა და ტრამპის რივიერა და შეიძლება იქ ტრამპ თაუერის ჩადგას. ხო, მოკლედ ბევრი ვიდეო იდება, როგორ რამ მდგომარეობაში არიან ბავშვები და როგორ ცხოვრობენ და რა ხდება ზოგადად და ამან ისიც გამოიწვია, რომ ბევრი ევროპელი ლიდერიც უკვე ღიად ლაპარაკობს იმაზე. ალბათ მეტი აქტიურობა არის მაინც საჭირო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ალბათ რაღაც ყინული დამძრალია უკვე რა, მე ეგრე მგონი. კი. ანუ რა მაკრონის თქვათ ბრიტანეთის პრემიერის და კანადის ეს ერთობლივი განცხადება რაც იყო, ეგეც ძალიან მოხდა ნეთანიაჰუს გულზე და ხო, და მეორე მხრივ ხო ამერიკაში ეს უნივერსიტეტებში, ამერიკაში და ევროპაში შიდა საუნივერსიტეტო პროტესტები გრძელდება, იმიტომ რომ უნივერსიტეტები მასობრივად თანამშრომლობენ, ხო, კი. მასობრივად თანამშრომლობენ ისრაელის მთავრობასთან, სტუდენტებსაც და პროფესორებსაც და მკვლევრებსაც ეგ განცდა აქვთ, რომ არ შეიძლება ამ უსამართლობასთან ესე ჩუმად იყო, იმიტომ რომ თავის დროზე ებრაელების მიმართ სიჩუმემ გამოიწვია რაღაც მილიონობით ებრაელის მკვლელობა და გადასახლება და მათ შორის მათი შიმშილობა და ასე შემდეგ და არ ვიცი 21 საუკუნეში თუ რაღაც ამაზე არ მოიღებ ხმას მინიმუმ როცა აკადემიაში ხარ მე მგონი სირცხვილია და ამიტომ მგონია რომ ხო კრიტიკული აზრის წარმოებას თუ ემსახურები მნიშვნელოვანია რომ ამაზეც დააფიქსირო შენი აზრი. ტრამპი მეორე მხრივ მასობრივად ავიწროებს ამ ადამიანებს, ზოგს ვიზას უქმებს, ზოგს ქვეყნიდან აგდებს, თუმცა ეს რაღაც პროტესტი მაინც გრძელდება. დაბოლოს გეტყვით, რომ გამოგვიწერეთ და გვალაიქეთ და გვაშეარეთ და გამოიწერეთ დააჭირეთ სარისხი ლაქს. კითხვებს ველოდებით თქვენგან, იმიტომ რომ რა ვიცი, თან გაგვეხარდება ნებისმიერი კონსტრუქციული, მათ შორის კრიტიკული კითხვა და შევეცდებით რომ გაგცეთ პასუხი. ვიცით ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ, ანუ ეგრეთ წოდებული ამერიკული კანონი ფარა, რომლის დეტალებშიც ახლა არ შევალთ აქ და ახლა, მაგრამ ნუ გვეხება ჩვენც ეხება ყველა კრიტიკულ აბსოლუტურად ყველა იმ ადამიანს, ვიცი, რომელიც პრინციპში დამოუკიდებლად ცდილობს, რომ ანუ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა ქონდეს, არ იყოს მიბმული რაღაცა, რომელიღაც ძალაუფლებრივი, ესე ვთქვათ, შტოსთან თუ ველთან. მოკლედ მაუწყებელს ეხება და მაუწყებლის საქმიანობას აფერხებს და გვჭირდება თქვენი დახმარება. კარგი იქნება თუ მოკლედ მაუწყებელს გადაარჩენ თქვენი შემოწირულობებით, რაღაც მცირე შემოწირულობაზე აქ საუბარი და რა რაღაც. ხო. ესე ვთქვათ, გადმორიცხვებზე. ყოველთვიური გადმორიცხვები ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ან ბარათი რომ მიაბად უბრალოდ ყოველთვიურად, როგორც აქვს ხოლმე ბევრ ჟურნალსთან გამოცემას და ისე არ შეგიძლიათ რომ მათი პროდუქტი მიიღოთ, ანუ მაუწყებელში ესე არ არის, ცხადია, დემოკრატიულ პრინციპებზე ვარ და
უფასოა ჩვენი შინაარსი თუ არ ვიცი პროდუქტი თუ რაც გვინდა ის დავარქვათ, მაგრამ მოკლედ კარგი იქნება რა, აუცილებელია იმისთვის რომ ჩვენ ვარსებობდეთ, რომ თქვენ მიიღოთ მონაწილეობა მაუწყებლის გაძლიერებაში და გადარჩენაში და დონაციის ლინკი შეგიძლია იხილოთ მაუწყებელი ჯიზე ჩვენ საიტზე, სადაც საკმაოდ მარტივი ოპერაცია მოკლედ ჩვენი გაძლიერება და ახლა უკვე გადარჩენაც. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.